ჩვენ ჭალის ტყეები მტკვარზე თითქმის არც ერთ მთელ საქართველოს გასწვრივ აღარ გვაქვს. სუფთა სამეცნიერო თვალსაზრისით ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა და პირველ რიგში თვითონ მტკვრისთვის აქვს ამას მნიშვნელობა, იმიტომ რომ თქვენ წარმოიდგინეთ, ამდენ ქალაქს გამოივლის მტკვარი და ჩვენ იქ რეალურად გამწვენდი ნაგებობებიც კი არა გვაქვს. აქ არის შემორჩენილი უნიკალური შესაძლებლობა ეკოსისტემის, როგორიც იყო ჭალის ტყე. მსოფლიოში საერთოდ ითვლება, რომ ჭალის ტყეების აღდგენები უნდა დავიწყოთ ყველგან. და იქ ვსპობდეთ, სადაც უკვე გვაქვს და მე ხელოვნურად ვიწყებდეთ აღდგენას, რომელსაც უფრო მეტი ფული ჭირდება აღდგენისთვის. ეს უკვე არა რენტაბელობას ნიშნავს ქვეყნის. ეს არის ის ოაზისი, რომელიც რეალურად თბილისს და რუსთავს აძლევს საშუალებას სუნთქვის. ეს არის ერთადერთი ადგილი შენარჩუნებული, სადაც ხდება აერაცია და შესაძლებელია ტალღების არსებობა, სუფთა ჰაერის შემოდინება ქალაქში მოხდეს, იმიტომ რომ სხვა ადგილებში ჩვენ მოვახერხეთ, ჩავკეტეთ ქალაქი და განიავება ქალაქის თითქმის აღარ ხდება. ვერისხეობა ვეღარ აკეთებს, იმიტომ რომ იცით თქვენ, რომ იქ მშენებლობები დაიწყო მაღალსართულიანი შენობების. მთაწმინდაც კი ვეღარ აკეთებს, იმიტომ რომ განვითარება დაიწყო მაღალსართულიანი მშენებლობების გაკეთება მთაწმინდის ხევზე. ანუ ჩვენ აღარ გვჩება სუფთა ჰაერის შემოდინების არტერია, საიდანაც შეიძლება რომ სუფთა ჰაერი ქალაქში შევიდეს. ეს არის დარჩენილი. ეს იცავს ქალაქს რუსთავის ჰაერიდან. იმიტომ რომ მუდმივად გაბატონებული ქარები არის თებერვლიდან დეკემბრის ჩათვლით ზუსტად რუსთავიდან მოედინება აქეთ და შუაში ხდება აი ეს ოაზისი, რომელიც აქ ასრულებს ამ შთანთქმის ფუნქციას, რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანის სიცოცხლისთვის. თუ აქ გაშენდება დასახლებული ტერიტორია, იცით თქვენ, რომ საბჭოთა პერიოდში იყო იდეა ეს წინა საუკუნეში 50-იან წლებში როცა რუსთავი გაშენდა, იყო იდეა რომ თბილისი რუსთავი უნდა გაერთიანებულიყო და მერე ითქვა ვარი. რატომ? იმიტომ რომ ამხელა მეგაპოლისის შექმნა ზოგადად გამოიწვევდა სერიოზულ გარემოს დაცვით პრობლემებს. ჩვენ რეალურად ვკეტავთ ქალაქს და ეს ისედაც ქვაბულია. თბილისი არის ქვაბული და თუ ამას განიავება არ ექნა, ჩათვალეთ, რომ ჩვენ ჰაერის, ანუ სუფთა ჰაერის ნაკლებობა გვექნება მთლიანად ქალაქში და თუ გვინდა რომ აირწინაღებით ვიაროთ, რომელიც აკრძალულია სიარული, მაშინ ვივლით აირწინაღებით, იმიტომ რომ რეალურად ვერ ვისუნთქებთ ქალაქში. ძიმელი თონები თუ ვინმეს გონია, რომ შორია რუსთავი და შორია თბილისი, ეს ესე არ არის. დაბინძურება დაახლოებით 70 კილომეტრის რადიუსით ვრცელდება იდეაში და მე მგონი ეს მანძილი უფრო ნაკლებია თბილისს რუსთავს შორის. ასე რომ რავინ დაიწყდარებს თავს, რომ ყველაფერი კარგად იქნება, ვერ იქნება კარგად, ამიტომ რომ ეს მთლიანობაში კომპლექსურად უნდა იყოს შეფასებული. ამას ამ ტერიტორიას გარდა ამისა ექნება უფრო დიდი პრობლემა და უფრო დიდი ზემოქმედება თვითონ ქალაქზე. თბილისზე, იმიტომ რომ თბილისს მოუწევს მთელი ინფრასტრუქტურის გადაწყობა. თქვენ წარმოიდგინეთ აქ დიდი დასახლების გაკეთება. ეს მთელი ინფრასტრუქტურული პრობლემა, კანალიზაცია, წყალგაყვანილობა, დრენაჟო სისტემები, აქ ჭაობებია, ხო ხედავთ არა რეალურად. ეს არის სანაპირო მტკვრის. შესაბამისად, ამის ინფრასტრუქტურის გაკეთება არის ძალიან ძვირადღირებული საქმე და ამის მარტო გაკეთება ცალკე სეპარირებულად შეუძლებელია. ანუ მთელი თბილისის ინფრასტრუქტურა უნდა გადავაწყოთ, თუ ამას გავაკეთებთ, ისედაც ძალიან მძიმე მდგომარეობაშია თბილისის ინფრასტრუქტურა, იმიტომ რომ ქალაქი დღემდე ბოლომდე კანალიზირებული არ არის, დღემდე ბოლომდე წყალმომარაგება სწორად არ არის გამართული, ჩვენ პრობლემები გვაქვს, ნამდვილად პრობლემები გვაქვს, იმიტომ რომ შემოერთებული, ანუ ძველი საზღვრები თბილისის ერთია, ახალი საზღვრები სხვა არის და ამ ახალ საზღვრებში ჩვენ ცენტრალიზებული კანალიზაციური სისტემები პრაქტიკულად არ გაგვაჩნია და არის საკმაოდ სერიოზული პრობლემები. ეს უფრო მეტად გაამწაფრებს. ანუ ჩვენ ფაქტიურად მოგვიწევს მთლიანად სტრუქტურის შეცვლა. ინფრასტრუქტურის, ანუ ეს ხო დატვირთვაა დამატებითი. და ერთი გამწმენდი გვაქვს გარდაბანში, მეტი არა გვაქვს. ეს გარდაბნის გამწმენდი რამდენად შეძლებს, რომ ეს მიიღოს კიდე ერთი დამატებითი ქალაქი, ეს უკვე საკითხავია, სადაც ორი ქალაქი არის ზეთმიბმული, ერთი რუსთავი და მეორე თბილისი, რომელიც ბოლომდე კიდე არ არის შეერთებული გარდაბნის გამწმენდზე. ანუ ამას უამრავი
თამდევი ინფრასტრუქტურული პრობლემები ახლავს. რო არაფერი ვთქვათ, რომ ეკოსისტემა აქ შეიძლება გაქრეს. ახლა თუ ვინმეს გონია, რომ ძალიან მარტივია მუხების გაქრობა, ან წითელი ნუსხის სახეობები, აქ ბევრი სახეობაა ისეთი, რომელიც არის წითელი ნუსხაში შემავალი, რომ ეს არაფერ ტრაგედიას არ გამოიწვევს, ძალიან ცდება, იმიტომ რომ ნამდვილად გამოიწვევს გარკვეულ ტრაგედიას, ჩვენ ბევრი რამე დავკარგავთ. როგორც საქართველოს მოქალაქეები. საერთოდ შეიძლება თუ არა აქ ურბანული ტერიტორიის გაშენება, ესეც კი კითხვის ნიშნის ქვეშა მაქვს ჩემთვის პერსონალურად, როგორც ეკოლოგისტვის, დიდი ხნის განმავლობაში ზემოქმედების ქვეშ იყო, როგორც მეტალურგიული ქარხნის, როცა მეტალურგიული ქარხანა იყო და ეს არსად არ მიდის, ეს მძიმე მეტალებით დაბინძურება ის რჩება მიწაში. ესეთი დაწოლა ამ სისტემაზე შეიძლება სავალალო გახდეს ყველა ადამიანისთვის, ვინც კი აქ იცხოვრებს. აქ რო იცხოვრებს, იმისთვისაც კი პრობლემა შეიძლება შეიქმნას. ჩემ პერიოდში იყო ზუსტად ის თხოვნა, როცა 96-ში თუ 97-ში გადავეცით ეს ტერიტორია საპატრიარქოს. პიროვნება, რომელიც ამას ხელმძღვანელობდა, ის საბჭოთა პერიოდიდან იყო ერთ-ერთი პირველი ხელმძღვანელი ამ ტერიტორიის, ვინმე ბატონი ფანჩულიძე. მოვიდა ჩემთან როგორც მინისტრთან თხოვნით, რომ იქნებ გადავცეთ ეს ტერიტორია საპატრიარქოს, რომ დავიცვათ. როგორც მიყვებოდა თვითონ გადმოცემით ვიცი, ძვლები ამოდიოდა და ხელს აღარ ვახლ ადამიანების და ნუ აქედან გინდებოდა. ეს არის საკმაოდ საკრალური ტერიტორია, იმიტომ რომ 24-დან მოყოლებული 21-დან, ანუ NKVD-ს მსხვერპლი, ვინც ყოფილა საქართველოში, ძალიან ბევრი იხვრიტებოდა ან ამ ტერიტორიაზე, ან ვაკის პარკის ტერიტორიაზე. ნიშანდობლივია, იქაც ვაკის პარკია. ხელუხლებელი ტერიტორია და ესეც ხელუხლებელი იყო. ძალიან ბევრი გამოჩენილი ადამიანი, ძალიან ბევრი ინტელიგენციის წარმომადგენელი, ძალიან ბევრი მეცნიერი, ძალიან ბევრი მწერალი აქ არის დახვრეტილი, რომლის საფლავი ჩვენ აღარ ვიცით. უკვე 2013 თუ 14 წელი იყო, როცა საპატრიარქომ უკან დაუბრუნა გარემოს დაცვის სამინისტროს ეს ტერიტორია, თუ ცოტა უფრო გვიანაც კი, და აქ შეიქმნა ველური ბუნების სააგენტო. სპეციალურად იმისთვის, რომ ეს დაცული ყოფილიყო და შექმნილი ყოფილიყო ესეთი რეკრეაციული ზონა. აქ ბევრი თანხაა დახარჯული. იმისთვის, რომ ეს შენარჩუნებულიყო, მოწესრიგებულიყო, უფრო კარგად გაკეთებულიყო. ამ სცენარების მიხედვით კლიმატის ცვლადობასთან დაკავშირებით მთლიანად დედამიწაზე ერთ-ერთ ყველაზე სტაბილურ ტერიტორიად, ჩვენც კი შეგვეხება, მაგრამ ისე არა, როგორც ჩვენ ჩtildeოეთ მეზობელს და როგორც ჩვენ სამხრეთ მეზობლებს. ამიტომ კავკასიონი რჩება როგორც მდგრადი, შედარებით მდგრადი ეკოსისტემა. ამიტომ ითვლება, რომ ყველაზე დიდი დაწოლა შესაძლებელი. ერთ-ერთი სცენარის მიხედვით კიდე ერთხელ ვამბობ, რომ ეს გახდეს ეგრეთ წოდებული კუნძული დედამიწისთვის, სადაც მოსახლეს უფრო შეეძლება, რომ იცხოვროს. ამიტომ გარკვეული მიგრაციული ტალღებთან დაკავშირებით მოსახლეობაში, როგორც ჩtildeოეთიდან, ასევე სამხრეთიდან, ეს სრულიად მოსალოდნელია, რომ ესეთი ტალღები არსებობდეს და ამიტომ გაჩნდა ეს ტერმინი კლიმატ მიგრანტები. ანუ იქ, საიდანაც მორბიან, არის ან ძალიან დაბალი ტემპერატურები, ან ძალიან მაღალი, ანუ ექსტრემალური ტემპერატურების მატება. არ ვიცი, მართლა არ მაქვს პასუხი. რატო ვაკეთებთ აქ? გარემოს დაცვის თვალსაზრისით ეს სერიოზული კატასტროფა შეიძლება იყოს. თუ ყველაფერი კარგად არის, რატომ არის ყველაფერი დამალული?